მივესალმები მაყურებელს, დიახ, ასე ვხედავთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ პრეზიდენტმა გადადგა სწორი ნაბიჯები იმისთვის, რომ ქართული ოცნება წამოვიდეს დიალოგზე. ჩვენ პოლიტიკური პარტიებიც და მათ შორის დასავლელი პარტნიორები საუბრობენ იმაზე, რომ ახალი არჩევნები არის ჩასანიშნი. ანუ ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა, არ იყო თავისუფალი, არ იყო სამართლიანი. დღეს აირაის დასკვნაც დაიდო, ოდირის დასკვნაც იგივეს ამბობს, ჩვენი დასავლელი ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოებიც იგივეს ლაპარაკობენ. ამიტომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა ქართულ ოცნებას, რომ ისინი წამოსულიყვნენ დიალოგზე. ამისთვის პროცედურულად ჩვენ უნდა ვიყოთ მზად და მზადყოფნა რას გულისხმობს. ვინაიდან ჩვენ გვჭირდება ერთობლივი გეგმა ოპოზიციურ ძალებს, 4-ვე ოპოზიციურ ძალას, მათ შორის სალომესაც პრეზიდენტს ჩვენ არასამთავრობო სექტორთან ერთად შევიმუშავეთ და დღეს ეხაც მიმდინარეობს შეხვედრა, შევადგინეთ დოკუმენტი თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. ამასობაში ქართულ ოცნებას აქვს დრო, ეს არის დოკუმენტი ყველამ შეადგინეთ თუ თქვენმა გუნდმა მხოლოდ უკაცრავად არა, ერთობლივად 4-ვე დღეს ერთობლივი დოკუმენტი შედგა? დიახ, ეს ერთობლივი დოკუმენტი შედგა, ამაზე ვისაუბრეთ. დოკუმენტში წერია ეს ახალი არჩევნების დანიშვნა და პარლამენტის დათხოვნა? მათ შორის ამ დოკუმენტში წერია ახალი არჩევნების დანიშვნის პროცედურა და ასევე როგორ უნდა ჩატარდეს პროცედურულად უკვე ახალი არჩევნები, ვინ ჩაატარებს, ცესკო როგორი იქნება და ასე შემდეგ. ეს არის ის თემები, რადგან ვიმსჯელოთ ჯერ პარტიებმა და შემდეგ პარტიებმა არასამთავრობო სექტორთან და ახლა უკვე საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან. ანუ ეს არის ის თავარი დოკუმენტი, რომელზეც მუშაობთ. ქართულ ოცნებას აქვს 5 დღე იმისთვის, რომ წამოვიდეს დიალოგზე და ჩვენ შევთავაზებთ მათ გზებს. როგორ შეიძლება? ანუ ეს არის კონსენსუალურად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ქართულ ოცნებასთან ერთად, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. სად ნახულობთ ამ ქართულ ოცნებას? ანუ რატომ გეკითხებით ამას, გიორგი? ნახეთ, ქართული ოცნების მხრიდან არანაირი, ასე ვთქვათ, შემხვედრი წინადადება არ ყოფილა, გარდა მამუკა მდინარაძისა, რომელიც ამბობს, რომ რაის ახალი არჩევნები. კი, მამუკა მდინარაძემ უნდა თქვას, რაის ახალი არჩევნები. ანუ ეს არის მათი პროპაგანდისტული ნარატივი, რომელსაც ვერ უარყოფენ, მაგრამ ჩვენ ხوار ვესაუბრებით მამუკა მდინარაძეს, ჩვენ ვესაუბრებით ივანიშვილს, რომელიც არის მთავარი შემოქმედი ყველაფრის, რაც ამ ქვეყანაში ბოლო 12 წლის მანძილზე ხდება. ივანიშვილს ესაუბრება ასევე ვნახეთ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, ხო? ივანიშვილს ესაუბრებიან ამერიკაში სტატიებით და განცხადებებით ამერიკელი კონგრესმენები და დღეს მაგალითად გამოქვეყნდა Washington Post-ში ძალიან მნიშვნელოვანი სტატია, რომელიც შემთხვევითი არ არის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არ არის მეგობარი ამერიკის. და ივანიშვილზე სანქციები იქნება. ანუ ეს ღიად ამბობენ უკვე ნებისმიერი რესპუბლიკელი პარტიის წარმომადგენელს ამბობს, რომ ივანიშვილის ეგზამინერის სტატიას ხომ არ გულისხმობთ, სადაც Washington ეგზამინერის სტატიას ხომ არ გულისხმობთ და არა პოსტის? დიახ. შესაბამისად ივანიშვილს ჩვენ ვესაუბრებით ივანიშვილს. ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს, რა სურს მას. ანუ ჩვენ დგავთ ნაბიჯს მოლაპარაკებაზე ახალი არჩევნების. გვაქვს ჩვენი პირობები, მათაც უნდა წარმოადგინონ თავისი პირობები. ანუ ეს არის პოლიტიკური მოცემულობა. აი მარტივად რა ახსნათ, გიორგი, თქვენი სათქმელი არის ასეთი. ან ოცნება მოდის მოლაპარაკებებზე, ან თქვენთან ერთად პრეზიდენტი ერთპიროვნულად პარლამენტს დაითხოვს და არჩევნების თარიღს გამოაცხადებს. აი რატომ გეკითხებით ამას? ამ თემაზე წინსწრებად არსებობს კობახიძის განმარტება, რომელიც ამბობს, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნა ზურაბიშვილის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე დანაშაული იქნება მისი პრეზიდენტის სასახლეში დარჩენაც. თუ იქ გამაგრდება, საფრთხე შეუქმნის როგორც საკუთარ, ისე სხვების თავისუფლებას და დღეს სხვათა შორის რადიო თავისუფლების სტატიაში წავიკითხე, რომ ამის შესაძლებლობა იურიდიულად სალომე ზურაბიშვილს არ აქვს. ანუ ერთპიროვნულად რომ ეხლა დაითხოვოს და არჩევნები ჩანიშნოს. ეს შეიძლება მოხდეს კრიზისის შედეგად, თუ შეთანხმდება ოცნება და ზურაბიშვილი, იქ პრემიერი გადადგება, ახალი არჩევა ვერ მოხდება და აი ამ კრიზისის შედეგად დადგება დღის წესრიგში ახალი არჩევნების თარიღი. ეს კრიზისი შეიძლება იყოს ხელოვნურად გამოწვეული. ჩვენ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. საქართველოს გასული არის კონსტიტუციური ჩარჩოდან. ჩვენ ამაზე ხოლმე თანხმდებით. არჩევნები ჩატარდა არასამართლიან გარემოში. არჩევნებით მოიპარა ქართულმა ოცნებამ და ამას ამბობს არა მარტო ოპოზიცია, ამბობს ჩვენი დასავლელი ყველა პარტნიორი აბსოლუტურად, ვინც კი გვერდში გვიდგას დღემდე.
შესაბამისად თუ საქართველოს გასული არის კონსტიტუციური ჩარჩოდან, რა სამართლებრივ საფუძვლებზე ვლაპარაკობთ საერთოდ, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ჩვენ სწორედ მაგას ვამბობთ, რომ თუ ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, ნებისმიერი გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა 29-მდე. კი ბატონო, გიორგი, ნახეთ თუ პრეზიდენტი გამოაცხადებს არჩევნების თარიღს და დაითხოვს პარლამენტს, მაგრამ რეალობა იქნება ის, რომ არც პარლამენტი არ წავა სახლში და არც ახალი არჩევნების თარიღს არ მიიღებენ, როგორც არჩევნების თარიღს. მოკლედ ეს იქნება და რა ხდება შემდეგ? იქ ჩატარდება მაინც ინაუგურაცია, იქ ყაველაშვილი ასე თუ ისე შევა ანათონელის ან არ ვიცი რომელიმე სხვა სასახლეში, არ ვიცი, აი რაბათის ციხეში. რა მნიშვნელობა აქვს? კი ბატონო, და რა ხდება შემდეგ? შემდეგ ხდება ის, რაც თქვა ქალბატონმა სალომემ, საბჭო, რომელზეც მან ისაუბრა, პროტესტი, რომელიც გრძელდება, ეს პროტესტი დღეს და გუშინ არ დაწყებულა და არც დამთავრდება. ვაგრძელებთ იქამდე, სანამ ქართულ ოცნებას არ მოუწევს აღიაროს დანაშაული და დაინიშნოს ახალი არჩევნები. და მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენს გვერდით არის დასავლეთ და დასავლეთის გვერდში დგომა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს მოუწევს სანქციები, ამაზე საუბრობს ყველა. გარე ზეწოლაზე, რასაც საუბრობდით, ეს აღმავალი არის, ჩვენ ნახეთ, რომ სანქციები როგორ იზრდება, როგორ მიყვება ამას მაგნიტსკისია გაჩნდა, ხო, რომელიც გაფართოვდებაო ამბობს ამერიკა, ევროკავშირი, რომელიც ამბობს, რომ დასანქცირდებიან ადამიანები, ვინც რეჟიმს ემსახურება და მათი ოჯახის წევრები, აქ ჩვენ საუბრობთ ქართული ოცნების მხარდამჭერებზე, მათ შორის, ანუ თავადაც უნდა იფიქრონ ქართული ოცნების მხარდამჭერებმა და იმ წრემ, რამდენად ურჩევნიათ თვით დაზიანებას მიმართონ. ანუ ეს არის მათი თვით დაზიანება. ვინაიდან სანქციები შეეხება ბევრს და ყველას. იქნება თუ არა თვით დაზიანება იმ ტიპი, ეს თქვათ, პარლამენტის დათხოვნა, არჩევნების თარიღის დანიშნა, მაშინ, როდესაც ხელისუფლება აღიარებ თუ არ აღიარებ, მას არ მიიღებს როგორც მოცემულობას. ჩვენ რატო დავზიანდებით, ანუ არავინ არ ზიანდება, ქუჩაში პროტესტი გრძელდება, საბჭო, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობდა, მნიშვნელოვანი არის, ერთობლივი გადაწყვეტილებები, ერთად დგომა, ხალხთან ქუჩაში დგომა, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ვერ უპოვა ლიდერი, რომ ის დაესაჯა, იმიტომ რომ ეს სახალხო პროტესტი არის, ხალხს რომელსაც წაართვეს ევროპული მომავალი და წაართვეს ზოგადად მომავალი. თუ არა რომ მაინც გარკვეულწილად საქართველოს პრეზიდენტი იქცა ამ პროტესტის ლიდერად, თუ თქვენ არ ხედავთ ასე ვითარებას? რა თქმა უნდა, ჩვენ ნახეთ, რომ როგორ შეხვდა ხალხი ქუჩაში, გუშინ, როდესაც გაიტაცეს მანქანა და სხვათა შორის ეგეც უნდა გვახსოვდეს, რომ რატომ იყო ასე შეშინებული ქართული ოცნება, რატომ დასჭირდა ტექნიკის გატაცება, რატომ დასჭირდა გენერატორის არ შეშვება სცენასთან, იმიტომ რომ ისინი ელოდნენ დიდი ალბათობით, რომ იქ გამოაცხადებდა ქალბატონი სალომე ახალ არჩევნებს და დაითხოვდა პარლამენტს. ამიტომ რაზეც რეაგირებს ქართული ოცნება არის ეს, მათ გამოსავალი არ აქვთ და გამოსავალი არის ახალი არჩევნები და ამ ახალ არჩევნებზე შეთავაზებულია დიალოგი, რასაც უნდა გაყვნენ. ანუ ეს არის მარტივი მათთვისაც და მათი ამორჩევლისთვის და მათი მხარდამჭერებისთვისაც, ვინც დღემდე ამაგრებს სისტემას, რომ იმ სანქციების სიაში არ მოხვდნენ, რომელიც ფართოვდება. ანუ 5 დღე აქვთ, ძალიან ბევრი დრო არის იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ რამენაირად გადაირჩინოს თავი და არ მოხდეს იმ სანქციებში, რასაც უმზადებს ამერიკა და მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები, ერთობლივად თუ ცალ-ცალკე. ამიტომ ნახეთ გიორგი, თავიდან თითქოს შთაბეჭდილება დარჩა, რომ ის რაზეც საუბრობდა გვარამია, საუბრობდა ამაზე მხოლოდ თავად ან 4 ნომერი, ასე ვთქვათ. ანუ პირველ თქვენს პასუხს დაუბრუნდები, მაინც თქვენ ამბობთ, რომ ვიდრე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე ეს მოითელა ოპოზიციის შიგნით და არის სხვების მიერაც გაზიარებული? სხვები ნაწილობრივ გაზიარებულია, დიახ, ასთა სხვადასხვაობა იყო, სწორედ აი თქვენს შემდგომ კითხვაზე მერე რა ხდება, თუმცა მანამდე რაც ხდება, ჯერ ამაზე გვაქვს საფიქრალი და რა შეიძლება გავაკეთოთ მაქსიმალურად მანამდე და მერეს ამბავი არის სწორედ ის, რომ სანქციები და პროტესტის გაგრძელება და ის საბჭო, რადგან ქალბატონი სალომე საუბრობდა. კი ბატონო, სანქციები, პროტესტის გაგრძელება. აი თუ შევა, თქვათ, ყაველაშვილი ათონელის რეზიდენციაში არ მოხდება ჩანიშნა, აი შემდეგ რა ხდება? ანუ ახლა დღეს ოპოზიციასთვის სამსჯელო არის თუ არა, რა უნდა იყოს 29-მდე მისი, ასე ვთქვათ, როუდმეპი და რა უნდა იყოს 29-ის შემდეგ?
29-მდე roadmap-ი, რასაც საუბრობთ, ანუ გეგმა არის ახალი არჩევნების მეთოდოლოგია და სტრატეგია შემუშავებული იყოს, რომ თუ ქართული ოცნების მოუწია და მოუწევს დიალოგზე წამოსვლა ჩვენ მზად გქონდეს სცენარი, როგორც შეიძლება წაიმართოს ახალი არჩევნები და 29-ის მერე თუ ამას არ აკეთებს ქართული ოცნება, რა ფორმას იღებს ევროპული კოალიცია, ანუ 4-ვე ძალა, პრეზიდენტის რა როლი აქვს და როგორ ვაგრძელებთ ერთობლივად მუშაობას იმისთვის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამაში გვეხმარებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები სწორედ იმ სანქციების ფორმატებით. კი ბატონო, ნუ ყაველაშვილს არ აღიარებს არავინ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აღიარებენ, ყაველაშვილის დანიშნულ არც ერთ ელჩს არ აღიარებს დიდი ალბათობით ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ვინაიდან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა თქვეს, რომ ყაველაშვილი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. სალომე რჩება ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ანუ იქნება ერთი დე-ფაქტო პრეზიდენტი და ერთი პარტნიორების მხრიდან აღიარებული პრეზიდენტი, ანუ ამოცემულობას მივიღებთ, ასე ხედავთ? დიდი ალბათობით ამოცებულობას მივიღებთ იქამდე, სანამ ქართული ოცნება არ გადაწყვეტს, რომ ან ივანიშვილი არ გადაწყვეტს, რომ წავიდეს ქვეყნიდან და დატოვოს ქართული ოცნება, რაც ალბათ მოხდება. ანუ ვითარებას ასე ხედავთ, რომ ახალ არჩევნებს კი არ ნიშნავს, არამედ პირდაპირ ქვეყნიდან მიდის? ივანიშვილი, ანუ ერთი რამე უნდა გავიხსენოთ და ყოველთვის გვახსოვდეს, რაც ლაპარაკობს ივანიშვილი და რასაც ამბობს ყოველთვის სიმართლეს ამბობს იმ ნაწილში. მისთვის ყველაზე დიდი ფასი არის ის ფული, რაც მას აქვს და ამაზე ეს გვესაუბრა ბოლოჯერ ინტერვიუს დროსაც. ის ყველაფერს აკეთებს იმის, რომ გადაირჩინოს ფული. გისმენთ, ისმის თქვენი ხმა? ისმის, ხო? დიახ, ისმის. შესაბამისად, თუ მის ფულს სანქციების ფორმით დაემუქრება საფრთხე, დიდი ალბათობით ის ეცდება ექსიტს. ახლაც არის ეს სანქციების საფრთხე. რატომ არ ჩქარობს ის ეგზიტს? იმიტომ რომ აქამდე ეგონათ, რომ ტრამპთან მოაგვარებდნენ სიტუაციას, მაგრამ დღევანდელმა იმ სტატიამაც და იმ განცხადებებმაც, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ესაც არ არის, როგორც მათ დაგეგმეს. კი ბატონო, ანუ ფიქრობთ, რომ ვაშინგტონ ეგზამინერის სტატია რაღაცნაირად ოცნების გეგმებზე იქონიებს გავლენას? იყო, კი, თქვენ თუ ნახეთ, მე როგორ შეიცვალა ნარატიული ნაწილი ტრამპის მიმართ კალაძის და მდინარაძის, გამოჩნდა, რომ მათ ფუჭი იმედები ჰქონდათ, რომ ტრამპის პოლიტიკა მათ რამეს დაეხმარებოდა ნებისმიერ ლეგიტიმაციის პირდაპირ სტატიას არ უკავშირდება, მაგრამ ფაქტია, რომ ოცნების ლიდერების პოზიციებმა გარკვეული ცვლილება განიცადა, იმიტომ რომ თავიდან კობახიძე ამბობდა, რასაც იტყვის ტრამპი იქნება ისე, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარია ტრამპთან ურთიერთობა. მდინარაძემ ცოტა შეცვალა ეს და თქვა, რომ არც უიმედოთ უნდა ვიყო და არც ზედმეტი იმედები არ უნდა გქონდეს და შემდეგ კალაძემ წარმოგვიდგინა ასე, რომ აქ ვერც ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც ვინმე ჩვენს გასაკეთებელს, მოკლედ ასეთი გზა გაიარა ოცნების ლიდერების განცხადებებმა ტრამპთან დაკავშირებით. კარგი, ვნახოთ, მადლობა გიორგი, ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული პრეზიდენტთან ოპოზიციონერი ლიდერების და არასამთავრობო ჯგუფების შეხვედრის შემდეგ. მე გიორგი ბუტიკაშვილს დავემშვიდობები, ის წარმოადგენდა 4 ნომერს კოალიციას ცვლილებებისთვის და ხატია სამხარაძე ახლა ჩაგვერთვება.